გამარჯობათ ძვირფასო მეგობრებო, მშვიდობიან და ენერგიის მომტან დღეს გისურვებთ. ახლა კი ვისაუბრებთ Kanye West-ის ჩვენს სამშობლოში საქართველოში სტუმრობაზე და მის ბიოგრაფიაზე. მოკლე, Kanye Omari West დაიბადა 8 ივნისს 1977 წელს, ამერიკელი მუსიკალური პროდიუსერი, რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და დიზაინერი. პოპულარობა მოიპოვა 2000-იან წლებში. ის დაიბადა ატლანტაში, გაიზარდა ჩიკაგოში და გახდა ცნობილი, როგორც Rockefeller Records-ის პროდიუსერი, თუმცა შემდგომში მან თავისი რეპ კარიერაც წამოიწყო და 2004 წელს გამოსცა პირველი ალბომი The College Dropout, რომელმაც კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მიერ აღიარება მოიპოვა. შემდეგში მან თავისი ლეიბლი Good Music დააარსა. მის მუსიკაში გამოიყენებოდა როგორც ორკესტრის, ასევე სინთეზატორებისა და auto-tunes ელემენტები, რაც განსაკუთრებით შეინიშნებოდა ალბომებში Late Registration, 2005 წელი, Graduation, 2007 წელი და 808 Heartbreak, 2008 წელი მის მეხუთე და მეექვსე ალბომებმა, My Beautiful Dark Twisted Fantasy, 2010 წელი და Jesus-მა, 2013 წელი ასევე მოიპოვეს კომერციული წარმატება და კრიტიკოსების მოწონება. West-მა სხვადასხვა მუსიკალური სტილების გამოყენება მის შემდგომ ორი ალბომში, The Life of Pablo-ში, 2016 წელსა და Jesus is King-ში, 2019 წლებში დაიწყო. მის მეათე ალბომმა, Dandam ასევე მიაღწია კომერციულ წარმატებას, თუმცა კრიტიკოსებისგან შედარებით დაბალი შეფასება დაიმსახურა. West-ის დისკოგრაფიაში ასევე შედის ორი კოლაბორაციული ალბომი. ესენია Watch the Throne, 2011 წელი Jay-Z-თან ერთად და Kids See Ghosts, 2018 წელი Kid Cudi-სთან ერთად. West-ი, რომელმაც 160 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა, ას ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური შემსრულებლების სიაში შედის. მას მიღებული აქვს Grammy-ის 90-ზე მეტი ნომინაცია, აქედან მან 22-ში გაიმარჯვა, რაც რეპერებს შორის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. მას ასევე მოგებული აქვს Billboard-ის Artist Achievement Award, Brit Awards, როგორც საუკეთესო საერთაშორისო მამაკაცი სოლო შემსრულებელი და Michael Jackson-ის სახელობის Video Vanguard Award. Kanye-ს 6 ალბომი Rolling Stone-ის ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში მოხვდა. ამავე ჟურნალმა ის ყველა დროის 100 საუკეთესო ავტორების სიაში შეიტანა. 2005-დან 2015-მდე ის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში შედიოდა. ადრეული ცხოვრება West-ი დაიბადა 1977 წლის 8 ივნისს ქალაქ ატლანტაში, ჯორჯია. Kanye-ს მშობლები ერთმანეთს West-ის დაბადებიდან 3 წლის შემდეგ დაშორდნენ, რის შემდეგაც West-ი დედამისთან ერთად საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა. დღეს კი იგი ტურნედან ეწვევა საქართველოს 2026 წლის 12 ივნისს. პროექტ Starring Georgia's ფარგლებში 12 ივნისს თბილისს მსოფლიო დონის ჰიპ-ჰოპ არტისტი Kanye West-ი ეწვევა. მილიონობით გულშემატკივრის კერპი, რომლის სასცენო თუ პირადი ცხოვრება მუდმივად სკანდალებისა და განხილვის საგანია, ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება. Kanye მუსიკალური მოღვაწეობა პროდიუსერობით დაიწყო, თუმცა გლობალური აღიარება რეპერის სტატუსით მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის სკანდალებმა და შეწყვეტილმა ბიზნეს კონტრაქტებმა მისი ფინანსური იმპერია მნიშვნელოვნად შეამცირა, ერთ დროს ის ოფიციალურ მილიარდერადაც იყო აღიარებული. West-ი მაინც ინარჩუნებს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური ფენომენის სტატუსს, რომელიც ინდუსტრიაში თამაშის წესებს თავად ადგენს. მადლობა ძვირფასო მსმენელებო ყურადღებისთვის. გისურვებთ ჩვენი სამშობლო საქართველოს სახელი და უძველესი ცივილიზაციის აკვანი, სოფლიო ასპარეზზე გაეტანოთ ბევრ ცნობილ ადამიანს, რომლებსაც ძალიან უყვარდებათ საქართველო. როგორც კი ჩვენი ქვეყნის მიწასა და ჰაერს შეიგრძნობენ, მშვიდობიან დღეს გისურვებთ.